და მოდი შევხედოთ უღლებას უფრო ვრცლად, გადავხედოთ ჩვენს მაგიდას, ასე ვთქვათ. ვხედავთ პირველ გრაფაში მტკიცებით წინააღმდეგობებს, მეორეში კითხვით და მესამეში უარყოფით. წავიკითხავ პირველ წინააღმდეგობას. I should swim. მე უნდა გავცურო. კითხვითში გადავიდოდა should I swim? უნდა გავცურო მე. უარყოფითში იქნებოდა I should not swim. მე არ უნდა გავცურო. Shouldn't არის არ უნდა. შემოკლებული ფორმა. ანუ გაბმულმეტყველებაში არ გაიგებთ should not. გავიგონებთ shouldn't. You should take notes. შენ უნდა ჩაიწერო. Should you take notes? კითხვა უნდა ჩაიწერო. You shouldn't take notes. შენ არ უნდა ჩაიწერო. She, he, it should ride a bike. მან უნდა ატაროს ველოსიპედი. კითხვით იქნებოდა should she ride a bike? მან უნდა ატაროს ველოსიპედი. უარყოფით იქნებოდა she shouldn't ride a bike. მან არ უნდა ატაროს ველოსიპედი. We should meet. ჩვენ უნდა შევხვდეთ. Should we meet? უნდა შევხვდეთ ჩვენ. We should not meet. ან we shouldn't meet. ჩვენ არ უნდა შევხვდეთ. They-სთან იქნებოდა they should visit us. ისინი უნდა გვესტუმრონ ჩვენ. Should they visit us? ისინი უნდა გვესტუმრონ ჩვენ. They shouldn't visit us. ისინი არ უნდა გვესტუმრონ ჩვენ. ეს იქნებოდა მთლიანი უღლება ყველა პირსა და ყველა რიცხვში კითხვით უარყოფით მტკიცებით ფორმები.